აფრიკა, კონტინენტი, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო პლანეტის ყველაზე მდიდარი ადგილი და მაინც დღეს სწორედ იქ ცხოვრობს მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ხალხი. შეხედი ამ ციფრებს. აფრიკაში დევს მსოფლიოს ოქროს 30%, ალმასის 60%, ნავთობის 12%, პლატინის 70%, ურანის 20% და ბრილიანტების უდიდესი მარაგი. კონტინენტი, რომელიც სიტყვასიტყვით მთელ მსოფლიოს აწვდის იმას, რის გარეშეც თანამედროვე ცივილიზაცია ვერ იარსებებდა და მაინც აფრიკელების უმეტესობა დღეში $2 ნაკლებად ცხოვრობს. როგორ მოხდა ესე? ეს ერთი ღამის ტრაგედია არ არის. ეს არის 5 საუკუნოვანი გეგმის შედეგი. 1502 წელს ესპანელებმა პირველი აფრიკელი მონები ჩაიყვანეს ამერიკის მიწაზე. ეს იყო კარის გაღება იმ ჯოჯოხეთისათვის, რომელიც კაცობრიობას ჯერ არ ენახა. თითქმის 3.5 საუკუნის განმავლობაში 10 მილიონი აფრიკელი იძულებით გადაასახლეს ოკეანის გადაღმა. 1863 წელს ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა გადაწყვიტა, რომ მონები აღარ იყვნენ აუცილებელი და მონობა ფორმალურად გაუქმდა. მაგრამ აქ ჩნდება მთავარი დეტალი, რომელიც უმეტესობამ არ იცის. იმ მომენტისათვის, როცა მონობა გაუქმდა, აფრიკის 54 ქვეყნიდან 52 უკვე კოლონიზირებული იყო. მონობა გააუქმეს არა იმიტომ, რომ მათ შეუყვარდათ აფრიკელები. გააუქმეს იმიტომ, რომ აღარ იყო მომგებიანი აფრიკელების ამერიკაში წაყვანა. თითქოს მონობის დასასრული აფრიკისათვის თავისუფლების დასაწყისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა. არავინ აპირებდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კონტინენტისათვის სრული თავისუფლება მიენიჭებინა. იძულებული კოლონიზატორები აფრიკიდან გამოდიოდნენ, მაგრამ საზღვრებს განსრახ არასწორად ხაზავდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა და სანამ აფრიკელები იბრძოლებდნენ, დასავლეთი გააგრძელებდა მათ რესურსებზე კონტროლს. აფრიკელები არ აწარმოებენ იარაღს, მათ არ აქვთ ქარხნები, არ აქვთ ტექნოლოგია. ის იარაღი, რომლითაც ისინი ერთმანეთს ხოცავენ, არის ევროპული, ამერიკული ან რუსული. ის ბრილიანტები კი, რომელიც ევროპელი ცულების თითებზე ბზინავს, შესაძლოა სიერა-ლეონეში ბავშვის ხელით არის მოპოვებული. ეს არ არის წარსული, ეს ხდება ახლა, დღეს, სანამ შენ ამ ვიდეოს უყურებ. აფრიკა არ არის ღარიბი, აფრიკა გაძარცვულია.